გილოცავთ ყველა დღესასწაულს ერთად ყველას გილოცავთ ვის უთქვათ ლოცვით შევისუნთქოთ ლოცვა ამოვისუნთქოთ სიყვარული ვიდრესასწაულოთ ღვთის ეს საოცარი შობის დღესასწაული განკაცება უფლისა რა თქმა უნდა როგორც ვსუნთქავთ ასევე ვახსენერას სუნთქვა ასევე განუწყვეტლივ უნდა ვლოცულობდეთ როგორც ვსუნთქავთ განუწყვეტლივ ადამიანისთვის არ შეიძლება არ ისუნთქოს და ისე იცოცხლოს ხო ასევე სიცოცხლის პირდაპირ კავშირი სიცოცხლებრივ ფუნქციონალთან არის ლოცვა სულიერი სიცოცხლეს გულისხმობს შემთხვევაში ამიტომ ვინც აკავშირებს ეს სუნთქვას ლოცვას და შევისუნთქოთ სულ ლოცვა და ამოვისუნთქოთ სათნოება სიყვარული სარწმუნოება სასოება განუწყვეტლივ ვაქებდეთ განვადიდებდეთ შემოქმეთ მამას ზეს და სულიწმინდას ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ დროს ზოგი ამბობს საქმის კეთების დროს არ ახსოვს ღმერთი ვერ აკეთებს ვერ ლოცულობს საქმის კეთების დროსაც და განსაკუთრებით მაშინ უნდა ვილოცოთ არის ამის თვის შესაბამისი პატარ-პატარა ლოცვები მოკლე რომლებიც ზეპირად დაიცოდეს ადამიანმა და მშვენივრად შეიძლება საქმის კეთების დროს გულში ატრიალოს ეს ლოცვა მშვიდ და წყნარად სიჩქარე არ უნდა მოძღვრის კურთხევით რა თქმა უნდა არა თავისით არამედ მოძღვრის კურთხევით ვთქვათ შეიძლება რომ ეს გარკვეული პრაქტიკა ამისი იქნეს აღსრულებული რაც ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის სულზე სამშვილდეზე სხეულზე მთელ ადამიანზე და იმ საქმეზეც ხომ რომელსაც აკეთებს გზა ეხსდება და წარმატებით სრულდება როცა განიღმრთობა ადამიანი ლოცვით მისი გონება განიღმრთობა მისი სულიერი ძალები უნარჩვევები განუწყვეტელი ხსენება უფლისა გავიხსენებ ღმერთს და ვთრთიო ფსალმუნებში წერია ვისაუბრებ და აი ხარობს სული ადამიანისა როცა ადამიანი სულ ღმერთს იხსენებს ამიტომ მე ფსალმუნი ამბობს რომ თუ უფლის ხსენება სულში მუდამ იქნება იგი სიხარულს აღმოაცენებს სიხარულს ამიტომ დავიზარებ ამ სასარგებლო შრომას როგორც პავლე მოციქული ამბობს მუდამ მადლობდეთ ლოცვა ხო მადლობასაც შეიცავს ვინც ლოცულობს ის იგულისხმება რომ მადლობს იმიტომ რომ ლოცვა ასევე სამი ეტაპისგან შედგება ხო დიდება უფლის თხოვნა შენი რაც გინდა და მადლობა შემდეგ უფალს სხვანაირად შეიძლება ამის დალაგება მაგრამ ძირითადი სქემა ესეც შეიძლება რიცხვი 3 აქაც შეიძლება იქნეს გამოყოფილი და გამორჩეული ასე ვთქვათ ამიტომ ეს მუდამ მადლობდეთ მუდამ ლოცულობდეთ და მუდამ მე აღმოაცენებს სიხარულს აღმოაცენებს სულ მუდამ ადამიანის სულში ადამიანი ესეთი არსება რომელიც დამოუკიდებელი და ავტონომიური არსება არ არის სულ ამას ვამბობ ხოლმე რომ ადამიანი არის დამოკიდებული ღმერთზე არსება ამიტომ ღმერთზე დამოკიდებულება მადლობით ყოველთვის უნდა იქნეს აღნიშნული და არა ღმერთის გარეშე და ღმერთს არ მიუღია მონაწილეობა რამე მის საქმეში ამის მკრეხელური ხაზგასმა და მკრეხელური დეკლამირება არ არის საჭირო როცა ადამიანი ეგეთ უგუნურ აზრს გამოთქვამს ხო ზოგჯერ თქვა უგუნურმა არა გულსაშინათვის არა არის ღმერთიო და მე რა მოუვიდა იმ უგუნურს შემდეგ არის გაგრძელებები და ამაზე უამრავი წიგნები დაწერილი და განმარტებები ამიტომ რომ ესე არ მოხდეს სულ მუდამ ადამიანს უნდა ახსოვდეს და აფასებდეს ღმერთს და ახსოვდეს ღმერთის ღვაწლი ადამიანის სული ღვთისათვისაც ასევე ძვირფასია არა მარტო ადამიანი ახსენებს და უყვარს ღმერთი პირველად მან შეგვიყვარა მან გამოგვირჩია მან ასე ვთქვათ გამოგვიხსნა განკაცდა ჩვენთვის ბოლოს და ბოლოს ხო და მთელი ეს განგებულება სახარებისეული ღვთისათვის ადამიანის ერთი ადამიანის სული გაცილებით ძვირფასიაო ხო წმინდა წერილში წერა ვიდრე მთელი სამყარო აი წარმოიდგინეთ ამიტომ ადამიანი ისეთი მცირეა ისეთი პატარა სამყარო მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი არის ღვთის თვალშიც ხო მასთან აი სამყაროს კი არაფერი არის ღვთის თვალში ადამიანის სულთან შედარებით ადამიანურ არსებასთან შედარებით ამიტომ ეს ჭყალებში არ არაობა რა თქმა უნდა ღვთის წინაშე არაფერი არ არის მაგრამ ღმერთმა ისე გამოარჩია რომ ხატა და მსგავსად შექმნა ხატება მიცა მსგავსება დაავალა ესე შეიძლება ითქვას ხო ამიტომ თვითონაც კაცის და ადამიანის ხატება მიიღო ცოდვის გარეშე სრულად აღიქვა მთელი ადამიანის შობის დროს რათა სრულად იქნა გამოხსნილი ყოველივე აღიქვა ცოდვის გარეშე ყოველივე აღიქვა მთელი სრული ადამიანური ბუნება სრული კაცი და სრული ღმერთი სრული სამშვილდე სხეული მთლიანად ადამიანური ბუნება აღიქვა და ეს ადამიანური ბუნება გამოიხსნა და აღამაღლა ასეცად ამიტომ ჩვენს
ღმერთი მოვიდა და განგასდა და ჩამოვიდა ზეციდან მიწაზე, ჩვენ კი ზეცად უნდა აუმაღლდეთ. ის გახდა ადამიანი, რათა ჩვენ ღმერთს მივემსგავსოთ მადლით. ის ჩამოვიდა მიწაზე, რათა ჩვენ ზეციური ვექტორი გქონდეს, ზეცისკენ აღვიწიოთ აქ უკვე მიწაზე. და სამის გაფიქრება და გააზრებაც უკვე შვებას იძლევა და საოცარ პატივზე მეტყველებს, რომელიც ადამიანს ღმერთმა მისცა და ფსალმუნებში წერია კიდევაც დააკლეგი მცირედი რაიმე ანგელოსთა დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ხავიგიო. მცირედ დააკელი ანგელოსო ადამიანი, ანგელოს ფრთები მოხსენი ადამიანიაო. ერთ-ერთი წმინდა მამაოს გაუკეთე ადამიანის ფრთები ანგელოს მიემსგავსებაო, ხომ? ანგელოზებრივი მსახურებით. ასე ვთქვათ, აი ზეციურმა ძალებმა ასე შემოსეს ადამიანი და გახსოვთ თქვენ ეს ყველაფერი. ამიტომ როდესაც ვიხსენებთ ამას, ერთი დიდი მადლობის შეგრძნება და გზნობა გვეუფლება. რაზედაც მინდა ისევ და ისევ უფალს მადლობა შევსწიროთ. მუდამ ლოცულობდე და მუდამ გვიხაროდე და გზახსნილი ქონოდეთ ღვთის საიდებლად, სული სასრულებლად, რასაც ყველას გისურვებთ. მადლი უფლისეშვენეს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა დიდი სიყვარულით. ამინ.